ჩვენ დავუბრუნდით პირდაპირ ეთერში და გადაცემის მესამე ნაწილში კიდევ ერთ მარშზე უნდა მოგიყვეთ. 5 საათზე ევროპის მოედნიდან ემიგრანტის შვილების მარში იქნება პარლამენტისკენ გაემართება ცხადია საბოლოო ჯამში. დღეს ბევრი მარშია, რომელიც გადაცემის ბოლოსში კიდე დავაანონსებთ და ხო, ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე ემიგრანტებზე და ამ არჩევნების პერიოდში ჩვენმა საზოგადოებამ კარგად ნახა, რამდენად დიდი ძალისხმევა დასჭირდათ ჩვენს ემიგრანტებს, რომ მისულიყვნენ საარჩევნო უბნებთან და დაეფიქსირებინათ თავიანთი ხმები, რომლებიც სამწუხაროდ მათ მოპარეს და ახლა სწორედ ამ ადამიანების შვილები მიიღებენ ამ მარში მონაწილეობას და დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი არის თორნიკე მერაბიშვილი, ემიგრანტის შვილი, მერებაშვილი, უკაცრავად პროფესიით ჟურნალისტი. რომელიც არის ამ მარშის ერთ-ერთი მონაწილე. ძალიან მნიშვნელოვანი მარში არის, ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვა. ნამდვილად და დიდი მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხართ და ალბათ კარგი იქნება, რომ დავიწყოთ შეკითხვით, რას ნიშნავს იყო ემიგრანტის შვილი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. ემიგრანტის შვილობა არ არის მარტივი პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ 16 წლის ვიყავი დედაჩემი, რომ წავიდა ემიგრაციაში. და რამდენიმე წლის მერე როცა მომეცა საშუალება, რომ ჩავსულიყავი და ჩემი თვალით მენახა რა შრომას ეწევა იქ და ის თითოეული აღებული ევრო რის ფასად უჯდება, ძალიან რთულია ამ ყველაფრის ყურება და მე გიწევს იმაზე ფიქრი, ალბათ ყველა ნორმალური, ადეკვატური ადამიანი ესე მოიქცევა, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ დახარჯავ იმ გამოგზავნილ ფულს. იმას, რასაც ეს ადამიანები გადიან. ძალიან მეც მშობელი ვარ დღეს უკვე და ჩემთვის წარმოუდგენელია, ძალიან რთულია დატოვო შვილი და წახვიდე, მოწყდე ყველაფერს. ყველაზე რთული. მოწყდე ყველაფერს, მხოლოდ შვილს კი არა, შენს გარემოს მოწყდე, შენს მიწას მოწყდე, იცხოვრო სხვაგან, უცხო ქვეყანაში და დაახლოებით 2 თვის წინ ვიყავი ჩასული დედაჩემთან და ჩემი ერთ-ერთი მეგობრის დედამ მითხრა, რომ უკვე 15 წელზე მეტია, რაც ემიგრაციაში არიან და ძალიან რთულია, არც აქ ხარ მიღებული არ არის შენი მიწა და საქართველოში რო ბრუნდები არც იქ აღარ ხარო და ეს არის ყველაზე მტკივნეული, რომ გაუცხოება ხდება, ჩვენ ვართ ჩემი თაობა ალბათ უმეტესად და დღეს კიდევ ეს პროცესი რომ მიმდინარეობს ძალიან ცუდია. მშობლები და შვილები, რომლებმაც ერთმანეთის ცხოვრებაში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მომენტი დავკარგეთ. 16 წელი ნებისმიერი ასაკი ძალიან მძიმეა განშორებით, მაგრამ 16 წელი კიდე რაღაცნაირი რთული პერიოდი არის. აი, ჩემთვის ძალიან რთული იყო, მაგალითად, როდესაც ჩემს ბანკეტზე ჩემი კლასელების მშობლები იყვნენ, მაგრამ მე მარტო ვიყავი. შემდეგ, როდესაც დავაჯახდი, შვილი მეყოლა, დედაჩემო ვერ გაიზიარა ჩემთან ერთად ეს სიხარული, გვერდით არ მყავდა. მე მის ცხოვრებაში ვერ გავიზიარე ბევრი მნიშვნელოვანი მომენტი. და ხო, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და ეს პასუხისმგებლობა მე საკუთარ თავზე თუ ვიტყვი, ვფიქრობ, რომ ძალიან ამაყად მიმაქვს და დღეს ზუსტად იმისთვის ვიბრძვით აქ ადამიანები პარლამენტთან უკვე 26 დღეა, რომ მეც მინდა რიგით მოქალაქეს, რომ დედაჩემი არის 65 წლის და იქ არის ისევ ემიგრაციაში 14 წელი ხდება, ახლა იანვარში რაც დასულია და მეც მინდა რომ დედაჩემს შევუქმნა ის ღირსეული სიბერე და მე ჩემ შვილს, როგორც მე მაქვს პასუხისმგებლობა მშობლის წინაშე, სახელმწიფოსაც ხომ აქვს ვალდებულება, რომ ამ ადამიანებს შეუქმნას ღირსეული სიბერე, გქონდეთ პენსია ღირსეული 315 ლარით, როგორ უნდა იცხოვროს ადამიანი. თორნიკე, ამ მარშით საინტერესოა რისი თქმა გინდათ ემიგრანტის შვილებს, იმიტომ რომ თქვენი ხმა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძალიან ბევრი ადამიანი არის თქვენსავით და ძალიან ბევრი ადამიანია ემიგრაციაში. გარკვეულწილად ემიგრანტების მარში ვერ ჩატარდება გასაგები მიზეზების გამო, ამიტომ ოჯახი აღარ არის საქართველოში. შვილები ატარებთ ამ მარშს, მათ სათქმელსაც აჟღერებთ ამ შეკრებით რეალურად, ხო და არის თავად აღნიშნეთ, რომ ჩვენს ემიგრანტებს ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდათ იმისთვის, რომ საკუთარი ხმა დაეფიქსირებინათ კონსტიტუციურად ერთი ეკხა აქვთ ხო ემიგრაციაში, რომ საკუთარი რაღაც აქ საქართველოს მოქალაქემ რაღაც მოქალაქეობრივი ვალი მოიხადოს. და ესეც წაართვეს ბოლომდე არ მისცეს, ნახეთ რამდენი უბანი არ გაიხსნა, რამდენი. ჩვენი მარში დღეს არ ვიცი ამ თავრობას არავის ხმა არ ესმის. რაღაც საკუთარი სამყარო აქვს შექმნილი და იმ სამყაროში ცხოვრობენ, მაგრამ ჩვენ დღევანდელი მარში არის ის, რომ ის ჩვენი მშობლები, დედები, მამები, ძმები, დები, ვინც არიან ემიგრაციაში, მათ ნაცვლად გავაგონოთ არამხოლოდ ქართულ ოცნებას ხმა, რომ ის ადამიანებიც არიან საქართველოს მოქალაქეები, მათაც აქვთ
როგორც სახელმწიფოს წინაშე პასუხისმგებლობა, ისე უკან სახელმწიფოს აქვს მათ წინაშე პასუხისმგებლობა და გვინდა რომ ეს ხმა მივაწვდინოთ როგორც არალეგიტიმურ მთავრობას, ისე თელს დასავლეთს და ვაჩვენოთ რომ ეს ადამიანები წავიდნენ და ფულს გვიგზავნიან და всё აღარ არსებობენ, ესე არ არის. ცხადია ხო და ემიგრაციაში ჩატარებული არჩევნები ორჯერ გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა მიუხედავად ყველა ხელოვნური დაბრკოლებისა, რომელიც შეუქმნა მთავრობამ რომ მათ ხმა არ მიეცათ და ვიცით რომ დაახლოებით ორჯერ მეტი ადამიანი მივიდა ემიგრაციაში წელს არჩევნებზე მიუხედავად მაგ ყველაფრისა, მაგრამ არჩევნების საყოველთაობაზე მაინც ვერ ვისაუბრებთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ასობით ათასი ადამიანი ვერ მოახერხა ხმის მიცემა იმ ხელოვნური დაბრკოლებების შექმნის გამო რომელიც მთავრობა მათ შეუქმნა, იმიტომ რომ მათ ჰქონდათ იმპერატორული ვალდებულება იმისა, რომ გაეხსნათ უფრო მეტი უბანი და ვიცი რომ სულ ჯამში 60-მდე უბანი იყო მთელი მსოფლიოს მასშტაბით გახსნილი და საბერძნეთში არის დედა თქვენ როგორც ვთქვით და საბერძნეთში ალბათ ერთი უბანი იყო და ერთი უბანი არა, რამდენი დაახლოებით 4 თუ 5 უბანი იყო გახსნილი საკონსულოს შენობაში. კი, მაგრამ ერთ ლოკაციაზე იყო მაგის თქმა მერდა. ერთ ლოკაციაზე იყო და ამ ადამიანებს უწევდათ 100 კილომეტრის გავლა და ხშირ შემთხვევაში ადამიანები ვერ ახერხებენ ამას, იმიტომ რომ რაღაცა სამსახური აქვს ისეთი, რომ ფიზიკურად ვერ გამოდიან. ამიტომ ეგეც ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა არის, გარდა სოციალური პრობლემისა, რომელიც ეს ადამიანები გაექცნენ ამ ქვეყნიდან, ხო? მე საბერძნეთში ვიმყოფებოდი 26 ოქტომბერს იქ მივეცი ხმა და მე ჩემი თვალით ვნახე იმ ადამიანების განწყობა, როგორი შემართებით იყვნენ დილიდან უშველებელი რიგი იყო, მაგრამ ამავდროულად ვნახე ადამიანები, რომლებიც ოღონდ ეს ფენომენი ვერ ამოხსენია, ადამიანები, რომლებიც ემიგრაციაში არიან წასულები, იმისთვის ალბათ რომ აქ საკუთარი შვილები გამოყვებონ, რაღაცა მიზნები აქვთ ხო დასახული, მაინც ქართული ოცნების პროპაგანდას რო ეწეოდნენ, იყვნენ ესეთი ადამიანები. ვერაფრით ვერ ამოხსენით მაშინ რატომ ხარ აქ? მაგრამ თორნიკე მან ძალიან საინტერესო რაღაც მოხდა სინამდვილეში ისეთ ადგილებში და ემიგრაცია ამის შესანიშნავი მაგალითია, სადაც არ იყო მოსყიდვა, არ იყო დაშინება, არ ატრიალებდნენ რაღაც გაურკვეველ კარუსელებს, რომელიც ამ არჩევნების ახალი ცელულები შეიძლება ჰქონდათ, მაგრამ რეალურად ის ეგეთ ადგილებში სადაც ძალიან რთულია მაგის გაკეთება და ბევრად უფრო მარტივია, სადაც სუსი და შინაგან საქმეთა სამინისტროს იხმარენ, მაგ შემთხვევაში დაფიქსირდა შედეგი, სადაც მმართველ პარტიას იმ დროისათვის ქართულ ოცნებას 15% მოაგროვეს, რაც შეგვიძლია პირველად ვთქვათ, რომ საელჩოს თანამშრომლები და საკონსულოს თანამშრომლები აძლევდნენ მხოლოდ ხმას, რაღაც გამონაკლისები იყო, რა თქმა უნდა, კიდე, მაგრამ ეგ არის რეალური მხარდაჭერა ისეთ ადგილას, სადაც კონკურენტულად და თავისუფლად ჩატარდა არჩევნები მეტნაკლებად და აქ ვსაუბრობთ იმაზე, რომ აქ 50%-ზე მეტი მხარდაჭერა აქვს, რაც აბსოლუტურად არარეალური არის და მე უკვე შემოდის ის ცვლადები, რაც არის დაშინება, მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსი და ის კარუსელების ტრიალი, რომელიც 26 ოქტომბერს უპრეცედენტოდ დიდი იყო სამწუხაროდ. ბატონო, მე გულწრფელად მაქვს იმის იმედი, ხანდახან ნიჰილიზმით შემომიტევს ხოლმე, მაგრამ გულწრფელად მაქვს იმის იმედი, რომ ამ ქვეყანაში შეიცვლება რაღაცა და ჩვენს ახალგაზრდებს მოგვეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ღირსეული სამუშაო პირობებიც გქონდეს, შემოსავალიც ღირსეული გქონდეს, არ ვიყოთ 30 წლის ვარ და ცოტა ჟარგონულად თუ ვიტყვი, მიტყდება, რომ დღემდე მაინც ჩემი ემიგრანტი დედის ხელებში შემყურე ვარ გარკვეულწილად, რომ აქ მე ჩემი ვალდებულებები რაღაცები შევასრულო. საქართველოში ადამიანი, რომელიც ისწავლე, მუშაობ და გაქვს კოლოსალური გადასახადები, ეხლა ჩემ შემთხვევაში იყო მაგალითად იპოტეკის თემა, სადაც არის თანხა დავასახელო 1890 ლარს ვიხდიდი იპოტეკის გადასახადს და ამის ზევიდან კიდე რამდენი ხარჯია, ხო? ძალიან რთულია რომ ეს ყველაფერი გქონდეს. რთულია, როცა 65 წლის დედას უყურებ ხელებში და ზუსტად იმისთვის ვიბრძვი, ის მინდა რომ დედაჩემი აქ იყოს, ჩემ გვერდით იყოს, ყველა ის სიხარული თუ ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა ერთად გავიზიაროთ და გქონდეს საკუთარ ქვეყანაში ღირსეული სიბერის საშუალება. თორნიკე და საინტერესო არის ალბათ თუ გექნებათ სურვილი, რომ რაღაცნაირად მიმართოთ ემიგრანტის შვილებს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი არიან ასეთები. მართლა პრაქტიკულად ოჯახი არ არის საქართველოში, ვისაც ერთი ემიგრანტი მაინც არ ყავს. ძალიან ბევრი არიან ესეთი ადამიანები და რამდენად მნიშვნელოვანი არის თქვენი ერთად ყოფნა, იმიტომ რომ რეალურად ძალიან ბევრი ხართ. ბატონო, მე სულ მაქვს ხოლმე ერთი კითხვა, დარბევების პროცესში როცა ვუყურებდი ამ ყველაფერს და
აი თუნდაც ეს სამართალდამცავები, მათი ოჯახის წევრებიც ხო დარწმუნებული ვარ, რომ ყველა თუ არა უმეტეს შემთხვევაში მაინც ემიგრანტის შვილები არიან, მეგობრები არიან, მეზობლები არიან. ბები ყავთ. ხო, როგორ შეიძლება რომ იმ პროცესებს უწყობდე ხელს, რაც მიმდინარეობს. უკაცრავად დღეს საქართველოში ხო მიგვაქანებენ იქ, სადაც აბსოლუტურ უმრავლესობას არ გვინდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ჩვენგანმა გამოიჩინოს ის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. დღეს აღარ არის პარტიულობა, ნაცი ვარ, ქოცი ხარ, ესა ვარ, ანუ აქ აღარ ვსაუბრობთ ამაზე. ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენს მომავალს ვიცავთ. და მე თქვენს ერთ-ერთ რუბრიკაში ვიყავი სტუმრად ემიგრანტის ხმა, თუ სწორად მახსოვს ასე ქვია და მაშინ ვთქვი, რომ მე არ მინდა რომ ვიცხოვრო ბელარუსიაში. და დღეს მაგ საფრთხის წინაშე დავდექით, რომ ხვალ შეიძლება ვიცხოვროთ რაღაც ავტორიტარიზმში, სადაც არ მექნება სიტყვის თავისუფლება, შეიძლება სამართალდამცავმა შემომხედოს და ჩათვალოს, რომ მე სადღაც მომავალში რამე დანაშაულს ჩავიდენ და ამისთვის დამაპატიმროს, არ მინდა ასეთ ქვეყანაში ცხოვრება და დღეს არამხოლოდ ემიგრანტების, შვილების ყველა საღად მოაზროვნე ადამიანის ვალდებულება, რომ გამოვიდეს ქუჩაში და დაიცვას ის მომავალი, რომლისთვისაც ჩვენ კი არა, ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ წლების განმავლობაში და 33 წელი უკვე რაღაცა მოჯადოებულ წრეზე ვტრიალებთ და ვერ გავაღწიეთ ამ ამბიდან და დღეს აი დროა. ხო და დარწმუნებული ვარ რომ გავაღწევთ კიდევაც, იმიტომ რომ სწორედ ეხლა მინდოდა სანდრო მეთქვა ის რომ გარდა იმისა ის მთავარი მოთხოვნები რაც არსებობს ხო რომ ხელახალი არჩევნები დაინიშნოს და აუცილებლად უნდა გათავისუფლებული იქნას ყველა ასე ვთქვათ პატიმარი რომელიც ამ რეჟიმმა დაატყვევა, ძალიან მნიშვნელოვანია რომ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები თავიანთ პრეტენზიებს, თავიანთ ასე ვთქვათ წუხილს გამოთქვამენ და მათ არგუმენტები აქვთ ამ ყველაფრის, იმიტომ რომ ამ მთელი ამ ხნის განმავლობაში მთავარი ერთ-ერთი პრობლემა არის, რომ ვერ შედგა ვერანაირი კომუნიკაცია საზოგადოებასა და ასე ვთქვათ მთავრობას შორის. მათ არ გაითვალისწინეს საკუთარი ხალხის არაფერი და არც კი ელაპარაკებოდნენ მათ რიგ პრობლემებზე და დღეს სწორედ რაღაცნაირად ეს დრო მოვიდა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის გადამდები გახდა. როდესაც ერთი გაბედავს და იტყვის, რომ ეს სწორად არ კეთდება, ის მერე მეორე ამოიღებს ხმას და დღეს ეს ერთობა იგრძნობა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ერთობა კიდევ უფრო გაძლიერდეს და ყველა ხმამაღლა ეგ იგრძნეს და მაგიტომაც არის ახლა მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა ბიზნეს წარმომადგენლებთან. რეალურად ძალიან ბევრი ადამიანი, მე მართალს გეუბნებით, ამდენი წელი აქციებზე დავდივარ, 99 წლიდან მოყოლებული კი მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ მახსოვს ძალიან კარგად, მაგრამ აი ერთი თვე ხდება თითქმის, აი ეს რაოდენობა ხალხის, რაც მართლა მოედინება უკვე სრულიად საქართველოსდან და სხვადასხვა ქალაქებში არის საპროტესტო, ასე ვთქვათ, აქციები და ამ ხალხმა ამოიღო ხმა და ამბობენ, რომ უნდათ ახალი არჩევნები, იმიტომ რომ მათ მოპარეს ხმები, მე დარწმუნებული ვარ, რომ ამაზე რეაგირება აუცილებლად მოყვება. სხვანაირად უბრალოდ როგორ უნდა გაგრძელდეს ცხოვრება წარმოუდგენელია. კი. ძალიან დიდი მადლობა თორნიკე, დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ, გამარჯვებას გისურვებთ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გისურვებთ იმას, რომ თქვენი დედა ჩამოვიდეს და თქვენთან ერთად თავისუფალ ქვეყანაში გააგრძელოს ცხოვრება და დატკბეს თავისი შვილებით და შვილიშვილებით. ტელევიზიებს, ჟურნალისტებს ძალიან დიდი მადლობა. თქვენ ხართ რეალურად არაერთხელ თქმულა ეს დღეს ამ სადარაჯოზე, ვინც საქართველოს მომავალს და თავისუფლებას იცავს და მადლობა ყველა წუთისთვის, ყველა სინქრონისთვის, ყველა გათინებული ღამისთვის, რასაც აკეთებთ თქვენ და თქვენი კოლეგები. კი, ძალიან დიდი მადლობა აქ შეფასებისთვის და ნამდვილად ჟურნალისტები არიან ის ადამიანები, რომლებიც არიან ამ საზოგადოების თვალები იმ პროცესებში, რომელიც მიმდინარეობს და სამწუხაროდ ძალიან ბევრი რამ რჩება კადრს მიღმა, იმ წირი რესურსებიდან გამომდინარე, რომელიც დღეს კრიტიკულ მედიას აქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ეს ასე აღარ იქნება, იმიტომ რომ ის ყველა შეფერხება, რომელსაც ხელოვნურად უქმნიან ჩვენს და სხვა კრიტიკულ მედიასაც ძალიან მალე აღარ იქნება და იმედი მაქვს, რომ თვალი აეხილება იმ ადამიანებს, ვინც დღეს სხვანაირად ფიქრობენ, იმ ადამიანებს, ვინც დღეს ვერ ხედავენ ვერც წამებას, ვერ ხედავენ ვერც ცუდ ცხოვრებას ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ მართლა ძალიან სირცხვილია, მე ისევ და ისევ ვიმეორებ, მე აღარ მივმართავ ამ ჩვენს ხელისუფლებას, იმიტომ რომ მათთან საუბარს არანაირი აზრი არ აქვს, მაგრამ ის ადამიანები
ადამიანები, რომლებიც დღეს მუშაობენ სხვადასხვა ტელევიზიებში, რომლებსაც არ უნდათ უბრალოდ რომ დაინახონ რა ხდება და მარტივად ადამიანების რაოდენობა, რომელიც ძალიან ხილულია, იმასაც კი უარყოფენ და იძახიან, რომ იქ ცოტანი არიან და ვერ ხედავენ ვერც წამებას და ვერც ჩამოშლილ ეკონომიკას და ვერც ჯანდაცვას და ზოგადად დაშლილ სახელმწიფოს, რაღაცნაირად მინდა რომ სხვანაირად შეხედონ ამ ყველაფერს. ყოველ შემთხვევაში ვისურვებ მაინც რომ რაღაცნაირად ქუჩაში მაინც გამოვიდნენ, რადგანაც სხვა არხებს არ უყურებენ, ქუჩაში გამოვიდნენ უბრალოდ და თავისი თვალით დაინახონ რა ხდება და დაელაპარაკონ თავის ახლობლებს, თავის შვილების, შვილიშვილების მეგობრებს და გაიგონ რა ხდება თუ არ ჯერათ იმისი, რასაც თქვათ ჩვენ ვთავაზობთ ეთერში, იმიტომ რომ ისინი არ უყურებენ ტელევიზიას, არ უყურებენ ასე ვთქვათ კრიტიკულ მედიას, რაღაცა ესეც ერთგვარი სირაქლემას პოზიცია, რომ არ უნდათ დაინახონ, მაგრამ ქუჩაში უნდა გამოვიხიბდეთ, ქუჩაში და ერთი გასაიგნება რუსთაველზე საკმარისია, რომ შეიგრძნო ის მუხტი და ემოციები და იმპულსები, რომელიც დღეს ქვეყანაში სუფევს და მართლა ძალიან არ ვიცი, მენანება ის ადამიანი, რომელიც ამას ვერ გრძნობს და ამ პრივილეგიის ნაწილი არ არის და მართლა ეს პრივილეგია არის, იმიტომ რომ ხშირად მithქვამს, რომ ის პროცესები, რომელიც ახლა ქვეყანაში მიმდინარეობს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმეა მართლა ფსიქოლოგიურადაც და ფიზიკურადაც, არის ამავდროულად ძალიან დიდი პრივილეგია იმ ადამიანებისთვის, რომელსაც ეს ქვეყანა უყვართ და თითოეულ საქართველოს მოქალაქს აქვს შესაძლებლობა, რომ გახდეს ამ ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული პროცესის ნაწილი, რაც ახლა თბილისის ქუჩებში წყდება. და ერთი რამ მინდა კიდე სანდრო აღვნიშნო, იმიტომ რომ მართლა ეს ერთი თვე ხდება უკვე, რაც ეს ასე ვთქვათ, ბრძოლას ვეძახი, იმიტომ რომ ეს არის ბრძოლა. ეხლა ჩვენ ვიმყოფებით ვიბრძვით თავისუფლებისათვის და ამიტომ მივცემ თავისუფლებას და ბრძოლას დავარქმევ ამ ყველაფერს. ერთი თვე ხდება უკვე, რაც ამ პროცესში ვარ და სხვადასხვა სირთულეები მოდის ხოლმე ნელ-ნელა. ეხლა ძალიან მძიმე პერიოდი დაიწყება, ვფიქრობ, ეკონომიური თვალსაზრისით გულისხმობ, იმიტომ რომ არ არის მარტივი, როდესაც ამდენი ადამიანი გაფიცულია, როცა ამდენი ადამიანი არის ქუჩაში გამოსული, ეს ეკონომიური კრიზისები დაიწყება და აქაც გვჭირდება ალბათ ძალიან დიდი ძალისხმევა, გვერდში დგომა და ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი რაც არის, ჩვენ უნდა დავიმახსოვროთ და გვახსოვდეს ერთი რამ, რომ ჩვენ საზოგადოება ვიბრძვით თავისუფლებისათვის და არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გავბედოთ ამ გზაზე, აი ამ თავისუფლებისთვის ბრძოლის გზაზე, რომ ერთმანეთის თავისუფლება რაღაცნაირად დავთრგუნოთ, იმიტომ რომ ესეც გამოცდა არის, რომელიც უნდა გავიაროთ, ამასაც ელოდება ჩვენი ასე ვთქვათ მოწინააღმდეგე, მაგრამ ერთობით, ერთიანობით რაღაცნაირად უნდა გადავლახოთ ყველანაირი კრიზისი, რომელიც იქნება ბუნებრივია, იმიტომ რომ ბევრმა ქვეყანამ გამოიარა ასეთი გზა, ბევრმა ქვეყანამ დაძლია ეს კრიზისი და ჩვენც ეხლა იმ ეტაპზე ვართ, რომ რაღაცნაირად უნდა გავიაროთ ეს ბეწვის ხიდი და საბოლოო გამარჯვებას მივახციოთ. მე ძალიან მიხარია, რომ ეს პროტესტი არის მზარდი და ყოველდღიურად ახალი მარშები და სფეროს წარმომადგენლები ერთიანდებიან და დღეს ორი გქონდა ეგეთი ფერმერთა მარში და ემიგრანტ შვილების მარში, რომელიც 5 საათზე იქნება. მინდა რომ კიდე ჩავიკითხოთ დღევანდელი მარშების გრაფიკი, უკვე რაღაცები უკვე ჩატარდა, 11 საათზე იყო თავისუფლება რუსული რეჟიმის პატიმროს პროკურატურასთან, გოგრასლის 24-ში, 12 საათზე იყო ვალდორფის სკოლის მშობელთა მარში, განათლების სამინისტროსთან, პირველ საათზე გაფიცვა, 16 საათზე როგორც დაგიანონსეთ, ფერმერთა მარში იქნება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან დაიძრებიან რუსთაველის მიმართულებით, 5 საათზე როგორც თქვით, ახლა იქნება ემიგრანტების შვილების მარში ევროპის მოედნიდან პარლამენტამდე, ასევე 5 საათზე იქნება დევნილთა საპროტესტო აქცია აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს წინ, ვაჟებ-შაველას 16 ნომერში, 6 საათზე იქნება ონკოპაციენტების მარში რუსთაველის მეტროდან პარლამენტის მიმართულებით, ასევე 6 საათზე იქნება საბურთალოს სამეზობლოს მცვლელობა მეტრო უნივერსიტეტიდან, 7 საათზე კომაროვის და ბეკუას ევროპული მომავლისთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, რომ კომაროვი და ბეკუა ერთად დგანან, ეს რაღაც რეალი პერსონალსავით არის და ასევე 7 საათზე იქნება ფილოსოფოსების მარში ილიაუნის აკორპუსიდან, ჭავჭავაძის გამზირიდან დაიძრებიან რუსთაველის მიმართულებით. ძალიან მრავალფეროვანი მარშები გვაქვს, დარწმუნებული ვარ, რომ ეს კიდევ და კიდევ უფრო გაიზრდება და ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ ნამდვილად. ბრძოლა თავისუფლებისათვის გრძელდება, ჩვენ დაგემშვიდობებით, მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ. ხვალ ამბობ. შევხვდებით რუსთაველზე და ხვალ გადაცემაში.